თბილისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისთვის მზადება მიმდინარეობს. მსგავსი ბიზნეს ფორუმი კავკასიის რეგიონში პირველად იმართება. სწორედ მიმდინარე ღონისძიებები განიხილეს ევროპის ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების სამთავრობო კომისიის მორიგსხდომაზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროში გაიმართა. 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია ჩამოვა თბილისში, 2000-მდე ბიზნესმენი. საქართველოში შეიქმნება ყველა გარემო იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ მუშაობის შეხვედრების კარგი შესაძლებლობა. ვფიქრობ, რომ საქართველოს ცნობადობა მნიშვნელოვნად გაიზრდება და ამავე დროს მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ პერიოდის განმავლობაში რეალურად თბილისი გახდება ევროპული ბიზნესის ცენტრი. თბილისის მერია უზრუნველყოფს ღონისძიების ჩატარების ყველა ადგილის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ჩართული იქნება საპროტოკოლო და სხვა სახის ღონისძიებებში. გარდა ამისა, ჩვენ ფორუმში მივიღებთ მონაწილეობა, სადაც დედაქალაქის საინვესტიციო პოტენციალის და შესაძლებლობების შესახებ გაკეთდება პრეზენტაცია და ყველა ორგანიზაციულ და ტექნიკურ საკითხში, როგორც მასპინძელი ქვეყნის დედაქალაქი, ვიქნებით აქტიურად ჩართული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიზანმიმართული კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმოს, რითაც ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლება მოხდება. ეს იქნება პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საინვესტიციო გარემო და მინდა აღვნიშნო, რომ ამ შეხვედრის ფარგლებში გაიმართება მასპინძელი ქვეყნის საინვესტიციო ფორუმი, სადაც მოხდება იმ კონკურენტუნარიანი გარემოებების და პირობების წარმოჩენა, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია.